გამარჯობა მეგობრებო. დღეს არის 8 მაისი და მოგეხსენებათ 4 მაისი იყო დრაგი უამინდობის გამო გადაიდო. რო გითხრათ რომ მეწყინა, არ მწყენია, იმიტომ რომ ავტომობილები ჩვენი პირველი პროექტი და ჩვენი მეორე პროექტი ჯერ მზად არ იყო, ფიზიკურად ვერ ვასწრებდით. გაგვიხარდა გადადება დრაგის, შესაბამისად მარტო ჩვენ არ ვართ მაგ სიტუაციაში, იმიტომ რომ ვინც დრაგზე გამოდის და ზოგადად ყველაფერი კარგად არის მთელი წლის განმავლობაში, დრაგამდე 10 დღით ადრე იწყება ყველანაირი პრობლემა. ჩვენ დავასრულეთ ჩვენი პირველი პროექტი 1280 ცხენი აქვს ძრავზე, 1032 აქვს საბურავზე და დღეს მქონდა შესაძლებლობა თან კაი ამინდი იყო, ჩამოსულიყავით რუსთავის ტრეკზე და გაგვეტესტა უშუალოდ უკვე 402 მეტროსთვის მოგვერგო ჩვენი ავტომობილი. ზოგადად როგორ აიცი, რაც უფრო მეტ ჯანს იღებ მანქანიდან, რაც უფრო მეტ ცხენს იღებ, შესაბამისად ბევრ რაღაცებზე გიწევს უარესტმა, მაგალითად აი 402 მეტრისთვის, რადგან 402 მეტრისთვის ჩვენი ტურბო რაც აყენია, ეხა G42 1200-იანი, ძალიან ლაგიანია, ლაგი აქვს, პირველ მეორეში ვერ იბუსტება, შესაბამისად თან ეს 8 HP კარობკა არ არის, მოგეხსენებათ მექანიკური კოლოფია, ჩვეულებრივ DC-ი არის მექანიკური და არის რობოტი კოლოფი, ეს რო ილანჩება ხალასტოიდან და როგორც კი ტორმოზს გაუშვებ ფეხს, ეგრევე აგდებს პირველ სიჩქარეს, სადაც უკვე ლაგში იჩიქება, ლაგი აქვს და ამ ლაგის მოსაგვარებლად ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, გარდა იმისა, რომ ტრეკი გჭირდება წეპო, რადგან მაღალი აბაროტიდან დავილანჩებით, მაღალ ზაჟიგანიებს გავუწერთ, მაღალ ბოს გავუწერთ და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენ ჭას. რადგან ვერ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ჩვენს პირობებში საქართველოში, რუსთავის ავტოდრომზე, არა სამაგისო გზაც და არა სამაგისო ასფალტიც. მოგვიწია ჯანის დაკლება, სადღაც ეხა გვექნება საბურავზე ალბათ 800-820 ცხენის ძალა, იმიტომ რომ პირველი, მეორე, მესამე სიჩქარები მაქსიმალურად შევზღუდეთ და მეოთხეში გვაქვს თითქმის მაქსიმალური გაწერილი, ანუ სადაც უკვე მეოთხედან, სადღაც 5000 აბოროტიდან იწყებს მაქსიმალური ჯანის გამოყენებას. ფიზიკურად 402 მეტრისთვის ეგ მეოთხედან მაქსიმალური ჯანის გამოყენება არა კაი და ვერ ვდებთ კაი შედეგებს. 402 მეტრს დავდივართ, ეხლა დღეს რამოდენიმე გარბენი გავაკეთეთ და აუცილებლად თქვენ ციხილავთ ვიდეოში. 10.6, 10.7, 10.8 იმის და მიუხედავად, რომ ძალიან შეზღუდული ყავს მანქანა რა, ანუ ცხენები მაქსიმალურად დავაკელით, რომ რაღაცნაირად მოვჭიდებულიყავით. ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ ამ მანქანაზე, ძალიან დიდი რეკორდების მოხსნას ვაპირებთ ამ მანქანით, რადგან მსოფლიო რეკორდების მოხსნა გვინდა 100 ორაში, 200-250-ში და 200-300-ში. 100 ორაში პირველ ადგილზე ვართ და 100 ორაში კიდე პირველ ადგილზე, ანუ ორივე ერთი და იგივე დროთ ვიყოფთ, არის ინგლისელი ტიპია, ვიღაც არ ვიცი ვინ არის. იმასაც იგივე დრო აქვს გავლილი რაც მე, ანუ 3.74-ში მაქვს გავლილი მე 100 ორას და 3.74-ში აქვს იმასაც 100 ორას გავლილი. ჩვენ მას შემდეგ დიდი ტურბო დავაყენეთ, ტურბო შევცვალეთ და უკვე ბანზე აღარ გაგვიტესტია, უშუალოდ გადმოვერთეთ დრაგის თემაში. დრაგი რომ მორჩება, მერე დავიწყებთ უკვე მაქსიმალური ბუსტი, მაქსიმალური ზაჟიგანი და მაქსიმალური ცხენის გამოყენებას, რომ ჩვენ 100 ორაში, 200-250-ში და 200-300-ში მსოფლიო რეკორდები მოხსნათ. ეხლა კი რაც შეეხება ამ ავტომობილს, არის დასრულებული თავიდან ბოლომდე, უბრალოდ მოგვიწია ჯანის და ცხენების დაკლება, რაც 402 მეტრზე უშუალოდ 402 მეტრზე უშუალოდ იმოქმედა დროში. 10.6-ში ამ დონის მანქანა არ უნდა დადიოდეს და რატო დადის, იმიტომ რომ გზა არ აქვს რა და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მოვარგოთ ამ გზას. ეხლა კი უშუალოდ გადავიდეთ მანქანაში და მანქანაში რო დავждებით, მანქანიდან დავილანჩებით, ერთად ნახავთ ყველაფერს, როგორ იქცევა პირველ სიჩქარეში, როგორ იქცევა მეორე სიჩქარეში და როგორ იქცევა მესამე სიჩქარეში და თქვენ თვითონაც ალბათ მიხვდებით, თუ რა დონეზე აჩქარდება მეოთხე სიჩქარიდან. წავედით ეხლა და უკვე უშუალოდ მანქანიდან ჩაგერთვებით და გაჩვენებთ ყველაფერს.
წავედით. 800 ცხენით. მაგარი იქნებოდა ეხა 1300 ცხენი რა. აი ამ პირობების გამო გვიწევს მანქანას ჯანი დავაკლოთ რა. არც ტრეკი გვაქვს, არც წეპო გვაქვს, არც წესიერი არაფერი არა გვაქვს. მსოფლიო რეკორდებს ვხსნით მანქანებით, ანუ მსოფლიო მასშტაბის დროებს ვწერთ. და 402 მეტრს ვერ დავდივართ, ბიჭო, მაგარი ტეხავს ჩემი დედავატირე და მაგარი სირცხვილია ძმაო, ერთი დრაგის ტრასა რო არ გვაქვს რა. 1300 ცხენიდან 800 ცხენზე ჩამოვწიეთ მანქანა, რომ რაღაცა მოეჭიდოს და ისიც 10.6-10.7 დადის 402-ს. აი ამას ვიძახოდი წეღან გაგრას ვიდეოს დასაწყისში მეგობრებო რა. ეგ არის როგორი იყო ეს? ხო, მაგრამ უფრო მეტი ჯანი რო ყოფილიყო, ხო უფრო მაგრა გაასწორებდა. ჯანი რა თქიდა ვერ ეჭიდებოდა. ხო, ანუ მე გულისხმობ იმას, რომ ვეჭიდებოდით და ჯანი მეტი გქონდეს რა. ესაც საკმარისია ჩემთვის. ანუ საკმარისი შენთვის კი, მაგრამ აი დრაგისთვის და 402 მეტრისთვის და იმდენი მანქანებია მომზადებული საქართველოში, ცოტა რთულია კონკურენცია მაგ მანქანებთან და ძალიან მაგარი პროექტებია და ამ ძალიან მაგარ პროექტებს კიდე ჭირდება აუცილებლად ტრეკი რა. და აუცილებლად ჭირდება დრაგის ტრასა. კაკ მინიმუმ 100 მეტრი წეპო უნდა იყოს და დანარჩენი რავი ესეთიც რო იყოს უკვე საკმარისია და პლუს ამას გასაჩერებელი მანძილი, იმიტომ რომ მე 402 მეტრს ვაფინიშებ 240-255 და ფიზიკურად არ მყოფნის გასაჩერებლად ადგილი რა. ანუ უეჭველი დავიმტრევი, რავი, ღმერთთან უნდა მომტრიოს, მაგრამ ანუ შეგრძნება ისეთი მაგ გაჩერების მომენტში, რომ უნდა დავიმტრე რა. თან ტორმუზები ძალიან კარგი. ტორმუზები კერამიკები გვიყენია, მანქანა დადუგულია, დაშლილია, წონად შესაბამისი აქვს და კიდევ ვერ ჩერდება, არ ყოფნის გასაჯერებელი მანძილი და რავი, აბა როგორ უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი რა. იმედია ხვალ ზეგან მომავალში გააფართოვებენ, გაშლიან, წეპოსაც ჩამოიტანებენ, გააკეთებენ და უმაგრესი 402 მეტრი ჩატარდება საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მანქანები გვყავს ბიჭებს მოხოდილი და ძალიან მაგრა რავი ვაკეთებთ ყველაფერს და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია და თუ კიდე რამე გვერდში დგომა დაგჭირდებათ, აუცილებლად დაგიდგებით გვერდში. ჩვენ გჭირდება, აი წარმოიდგინე უკანა წამყვანში 32 მანქანა, მერე კვადრო, მერე წინა წამყვანი და აი იმ ერთი 100 მანქანა გამოდის დრაგის სერიებში ძმაო და ერთი ტრასა რა გახდა რა. კაი ეხა 5 წლის უკან ესეთი ჩქარი მანქანები არ იყო და იმათ ყოფნიდა, მაგრამ დღეს ძმაო რავი 10-15 მანქანა 1000 პლუს საბურავზეა. იმ მანქანას იმ ძალის რეალიზება ჭირდება და რავი შესაბამისი დროების დაწერაც ჭირდება და არაფერი არ გვიწყობს ხელს, რომ ეს დროები დავაფიქსიროთ ჩვენ და ძალიან მაგრა ვიასპარეზოთ და ვიაროთ. ანდრე თუ არის აუცილებელი, ეხლა უკვე გახდა აუცილებელი. აუცილებელია, კი, როგორ არა ძმაო, აი ხო გეუბნები 1300 ცხენიდან ჩამოვწიე, ეხა საბურავზე ამას ექნება სადღაც 800 ცხენი 412-ს არ გამიზომია, ანუ წეღან ორჯერ გავზომე, მაგრამ იდეალურად მე როგორც მინდა ისე არ გამიზომია 10-6-10-7-ში გავიარე და 100-200 როცა მაქვს 3-6-3-7 აქ დავდივარ 4-4-ში, იმიტომ რომ ჯანი დავაკელი მანქანას და არანაირი აზრი არ აქვს ეხა. რისთვის ვაწყობთ მაშინ ამ პროექტებს და რისთვის ვაწყობთ ამ ხელა ცხენის ძალიან მანქანებს? იმის გამო რომ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიო და თუ ჯანი დავაკელით ყველა ერთმანეთად ვიბით საბოლოოდ და ძალიან ცუდია რა. აი ის გზა რო გაიშალოს ან რავი სხვაგან რო გაკეთდეს ან არ ვიცი რავი როგორ უნდა მოხერხდეს და რა უნდა მოხერხდეს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დრაგის ტრასა, სადაც იქნება 60-100 მეტრი მინიმუმ წეპო და გასაჩერებელი მანძილი ექნება 800 მეტრი. ძალიან დიდი მადლობელი დავრჩებით და ყველა რავი ვინც კი ამ ავტოსპორტშია ჩართული, ფიქრობ რომ ყველას იგივე პრობლემა აქვს რა. გასაჩერებელი მანძილი და პლუს წეპო არ არის. დღევანდელი საღამოც დასრულდა მეგობრებო, ჩვენი 1300 ცხენიანი მანქანა ჩამოვწიეთ 800 ცხენზე, რადგან რუსთავის ტრეკს და ამ დრაგის ტრასას ვერანაირად ვერ მოვარგეთ 1300 ცხენით, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ცხენი გვაქვს, მით უფრო ვარესი შედეგი გვაქვს. სადღაც 800 ცხენზე დავტოვეთ, 402 გავიარეთ 10-6-10-7-ში სტაბილურად დადის. და რა მე კიდე გემშვიდობებით ამ ვიდეოთი, შევხვდებით 18 მაისს დრაგის დღეს. კარგად იყავით.
მეგობრებო, კიდაკვირდით გზიდან ვილაპარაკებდით, მაგრამ ჩვენ გადამღებს რაღაც ჯოხი დაუჭდა და ფიზიკურად ვერ კაი, გათიშე.